გამარჯობა, მე მარიამ მესხი ვარ და დღეს ჩვენი სასაუბრო თემა იქნება გლიკოზირებული ჰემოგლობინი. თუ რაში გვეხმარება ეს ანალიზი და რისი გაგება შეგვიძლია მისი საშუალებით. ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 70-იან წლებში დაადგინეს, რომ გლუკოზას აქვს უნარი ნაერთი წარმოქმნას ორგანიზმის ცილებთან, როგორიცაა კოლაგენი და ჰემოგლობინი. თუ ორგანიზმში დიაბეტი დისკომპენსირებულია, გლიკოზირების დონე უფრო მაღალია და ხდება ცილების ფუნქციის დარღვევა, რაც მომავალში აუცილებლად გამოიწვევს გართულებებს. ჩვენ ვიცით, რომ სისხლის წითელი უჯრედები, ერითროციტები დაახლოებით 3 თვის განმავლობაში ცოცხლობენ. სწორედ ამის საშუალებით ლაბორატორიაში ადგენენ, თუ რამდენად სახარბიელო იყო ორგანიზმში შაქრის დონე. მთელი 3 თვის განმავლობაში. ექიმი, ენდოკრინოლოგი კი ამის საშუალებით ჩვენ გვაძლევს რეცეპტს, ასევე გვიგეგმავს მომავალ დიეტას ან გვეხმარება პრევენციაში მომავალი გართულებების რისკის შემთხვევაში. დღეისთვის სულ ეს იყო. ნახვამდის.